მოგესალმებით, დღეს ოთხშაბათია და ტრადიციის სამებრ გადაცემა მკურნალი ეთერშია. მე კი მისი წამყვანი ექიმი არსენ გონეტაძე გახლავართ. დღეს ის იშვიათი შემთხვევაა, ალბათ, როდესაც ორი მოქმედი ექიმი საოპერაციოდან პირდაპირ გადაცემაში მოვიდა. ჩვენი სტუმარი გახლავთ კლინიკა იმედის გენერალური დირექტორი ბატონი დავით კობეშავიძე. სანამ გადავიდოდეთ მასთან საუბარზე ინტერვიუზე და ჩვენ ცოცხალ ეთერში ვართ და ჩვენი ნომრები თქვენ იცით ეკრანზე წერია, მინდა სიუჟეტი წარმოგიდგინოთ კლინიკის შესახებ. ეს ერთადერთი სამშობიარო კლინიკაა საქართველოში, რომელსაც საკუთარი მაუწყებლობა გააჩნია. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ მის პროგრამას გადახედავთ, მიხვდებით, რაოდენ საჭირო ინფორმაციას იღებენ მომავალი დედები და მელუგინეები იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, რომელსაც იმედის კლინიკაში ატარებენ. ორსულობისთვის მომზადება აუცილებელია თავად ქალის ჯანმრთელობისთვის, ორსულობის უსაფრთხოდ მიმდინარეობისთვის და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. სრულფასოვნად გავლილი მოსამზადებელი ეტაპი მინიმუმამდე ამცირებს ორსულობის პერიოდში რაიმე გართულების გამოვლენის რისკს. დავით კობეშავიძე, კლინიკის დირექტორი და დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში ორსულებს, მომავალ დედებს ჯერ კიდევ ძალიან ნაკლიათ ყურადღება როგორც სახელმწიფოს, ასევე ოჯახის წევრების მხრიდან. პრობლემა ბევრია და იმედის კლინიკაში მათ მოსაგვარებლად ბევრი კეთდება. მიზანი სერიოზულია: ჯანმრთელი, სრულფასოვანი თაობა და ასევე ჯანმრთელი დედები. კლინიკის პერსონალის პროფესიონალიზმი, თანამედროვე ტექნიკა, სამშობიარო სახლის სერვისების გამართულობა, პაციენტთა და მათი ოჯახის წევრთა კეთილგანწყობაზე ორიენტირებული მენეჯმენტი. იმედის კლინიკას სულ უფრო პოპულარულს ხდის. მისი დასტურია თითქმის ყოველდღიურად მზარდი მომართვიანობის რაოდენობაც. მნიშვნელოვანია პლასტიკური გინეკოლოგიის სექტორი, მშობიარობის შემდგომი პრობლემების მოგვარება. მშობიარობა ზოგადად რიგ შემთხვევაში ტრავმასთან არის დაკავშირებული. ეს არის ჩახევები მოგეხსენებათ, ტრავმა, დედის ტრავმა, მშობიარობის შემდგომი. ამდენად ვითარდება ისეთი მდგომარეობები, პათოლოგიები, როგორც არის რექტოცელე, ცისტოცელე, რასაც რა თქმა უნდა მხოლოდ ოპერაციული და ჩარევა სჭირდება. ქართველი ქალი ამ პრობლემასთან დაკავშირებით ესე თავშეკავებული იყო. თუმცა მიდგომები შეიცვალა. დღეს უფრო მომართვიანობა უფრო დიდია და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება რაც უფრო გათვითცნობიერდება და მივაწვდით სათანადო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ როცა არის აი ეს პრობლემა, ტრავმული დაზიანებები, მით უფრო მომართვიანობა მოიმატებს. დასრულდა კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების სრული შესაბამისია. ორსულის კლინიკაში ყოფნის პერიოდს უფრო კომფორტულს გახდის ოროთახიანი ლუქსი პალატები. ეს მელუგინის მეუღლესაც მისცემს საშუალებას მუდმივად იყოს ცოლისა და ახალდაბადებული ბავშვის გვერდით. სამსახურშიც კი კლინიკიდან იაროს. VIP განყოფილების გახსნა განაპირობა ჩვენმა პაციენტებმა ეს იყო მოთხოვნა და თან ჩვენმა კლინიკამაც, ანუ ჩვენმა ხელმძღვანელობმა, ჩვენმა დირექტორმა ბატონმა დავითმა. მისი ინიციატივით გაიხსნა VIP განყოფილება. თქვენ როგორც ხედავთ, ალბათ ნახეთ უკვე დაათვალიერეთ, VIP განყოფილება აკმაყოფილებს აბსოლუტურად ყველა სტანდარტს, ანუ აქ მოსული ნამშობიარები პაციენტი, მელუგინე თავს გრძნობს კომფორტულად, თავს გრძნობს ისე როგორც საკუთარ სახლში და მას არ სჭირდება აბსოლუტურად არანაირი ნივთის მოტანა, აბსოლუტურად არაფერი, იმისთვის რომ თავი იგრძნოს კომფორტულად, ყველანაირი პირობა არის შექმნილი. იმედის კლინიკაში ამოქმედდა ახალშობილთა რეანიმაციის კუთხეც, უახლესი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, ახალშობილებზე სრული პატრონაჟისთვის. კლინიკა მთლიანად რიშას ფირმის აპარატურით აღიჭურვა. ორსულებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის კლინიკაში რამდენიმე პროგრამა განხორციელდა და ერთ-ერთი მათ შორის არის SOS, მშობიარობის შემდგომი გართულებების პროგრამა. იმედის კლინიკაში ყოველდღიურად ათობით პატარა იბადება. მათ ამ ქვეყნად მოვლინებას მშობიარის ახლობლებს, საეკლესიო ზარების რეკვით და მრავალჟამიერით ამცნობენ. ამით კიდევ ერთხელ მოგახსენებენ ყველაზე დიდ სასწაულს, ადამიანის დაბადებას. ჩვენ გლავ ეთერში ვართ, დავბრუნდით თქვენთან და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენ სტუმარს, ის გახლავთ ბატონი დავით კობეშავიძე, აღნიშნული კლინიკის იმედის გენერალური დირექტორი და ასევე ეს დირექტორობა მისი მეორე დატვირთვა, ძირითადად ის ექიმი გახლავთ. აქვე ალბათ აუცილებლად მინდა მსმენელებს უთხრათ, რომ მე და ბატონი დავითი
1991 წლის 1 სექტემბრიდან ვიცნობთ ერთმანეთს, როდესაც სრულიად შემთხვევით ერთ ჯგუფში სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხდით და მის მერე რა თქმა უნდა მეგობრობთ. თუმცა მე ამ გადაცემაში მის მოყვანაში არავითარი წვლილი არ მიმიწყვის. მე გადაცემის წამყვანი გახდა ვართ ბატონო დავით, არავე მოყვანი. ეს ისე. ეხლა ბატონებო, ალბათ ბატონო დავით თქვენთან მნიშვნელოვანი იქნება საუბარი იმ თემაზე, თუ საით მიდის თანამედროვე მეანგინეკოლოგია და თქვენს კლინიკაში რა ხდება ამ ეძნით, როგორც იყო სიუჟეტში აღნიშნული და რომელსაც მეც პირადად მქონდა პატივი და სიამოვნება დავსწრებოდი, გაფართოვდა კლინიკა, ახალი სერვისებით აღიჭურვა, თუ შეიძლება ამის შესახებ მოგვახსენეთ. დიდი მადლობა ბატონო არსენ. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ბატონ არსენთან ვარ როგორც რესპონდენტი, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. მე მინდა მოგახსენოთ, რომ თემა, რომელსაც დღეს თქვენი გადაცემა ეხება, ეს ძალიან აქტუალურია, გლობალური პრობლემების წინაშე დგას, რასაკვირველია, შობადობა ზოგადად რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკლო საქართველოში ამ რიცხვმა მოგახსენებათ მთავრობის და ხელისუფლების რუდუნება მშობიარობის დაფინანსების კუთხით, რამაც მინდა გითხრათ, რომ ყისიერი შედეგი გამოიღო და ძალიან დიდი სიამაყის გზნობით მინდა ვთქვა, რომ მშობადობის რიცხვმა ზოგადად მოიმატა, ეს მისასალმებელია და რასაკვირველია დღის წესრიგში მაგალითად ჩვენი კლინიკის წინაშე დაისვა ასეთი საკითხი, რომ დროა უკვე ვიფიქროთ იმაზე, რომ ევროპული სტანდარტები შემოვიტანოთ ქართულ მეანობა გინეკოლოგიაში. ბატონო ასე მოგეხსენებათ, რომ მეანობა ეს გახლავთ ორთოდოქსიული დარგი მედიცინის, აქ დიდი ვერაფერი ვერ შეიძლება, უბრალოდ მიდგომები და ხედვა უნდა შევცვალოთ. კერძოდ მე მიმაჩნია, რომ არც ერთი სამედიცინო დაწესებულება არ სარგებლობს სახლის რეპუტაციით გარდა სამშობიაროს. ეს დიახ ზუსტად არის ეს ნათქვამი სამშობიაროს სახლის, სწორედ იმიტომა სახლი, რომ ოჯახური გარემო უნდა შეიქმნას და აი ჩვენ მაქსიმალურად თქვენ სიუჟეტშიც ნახეთ და მაყურებლებმა იხილა, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ შეგვექმნა ის ოჯახური გარემო, სადაც კომფორტულად იგრძნობს ორსული მშობიარე, მელოგინე, მისი მეუღლე ახალშობილი თავს. ძალიან ბევრი ახალი სერვისი შემოვიტანა ჩვენ და მე სიამაყის გზნობით მინდა ვთქვა, რომ 21 საუკუნის სამშობიარო სახლში არ უნდა იდგეს პრობლემა ვთქვა მძიმე ახალშობილის. ეს მოგეხსენათ ახლა სხვადასხვა ღენაკლი და ასე შემდეგ. ანუ უნდა იყოს აღჭურვილი თუნდაც რაღაც ერთი პალატა, ერთი კუთხე ისე რომ ახალშობილს პირველადი რეანიმაციული დახმარება თუ დასჭირდა დავეხმარო და მინდა მას თქვათ თუ შესაძლოა სხვაგან ცხადია სანამ მეორე ეტაპზე ან კვალიფიციურ უფრო კვალიფიციურ დაწესებულებაში გადავიყვან და სპეციალიზებული და ამისთვის ჩვენ მარტო რასაკვირველი აპარატურა და აღჭურვილობა არ შემოგვიტანია უბრალოდ ექიმი ნეონატოლოგი რეანიმატოლოგებიც ავიყვანეთ შტატში და ეხლა ძალიან დიდი სიამაყის გზნობით შემიძლია გითხრათ რომ უცხოეთში მომზადებული სპეციალისტები მე ვიცი თქვენ ასე ვთქვა და ეხლა შემიძლია ვთქვა რომ აბსოლუტურად პირნათელი ვარ ჩვენი მომავალი თაობის წინაშე პარალელურად შევქმნით აი აქ სიუჟეტიც იყო ნაჩვენები ეგრეთ წოდებული ლუქს განყოფილება სადაც მართლა ოჯახურ გარემოში გრძნობს პაციენტი თავს, იმიტომ რომ მეუღლე თვითონ და ახალშობილი იმყოფებიან ჩვენთან 4-5 დღის განმავლობაში. მეუღლე სამსახურიდან მოდის, ისვენებს თავის ოჯახთან ერთად და მერე დილას ისევ სამსახურში მიდის და ეს არის ალბათ 21 საუკუნეში აუცილებელი რამ ჩვენი ცხოვრების რიტმიდან და მოთხოვნებებიდან გამომდინარე. აი ეს სერვისები ძირითადად გათვალისწინებული იქნა ჩვენს მიერ, როდესაც ვაშენებდით კორპუსს. ძალიან ხშირი იყო ასეთი შემთხვევა რომ არ ქონდა ადგილი მაგალითად ან იძულებული ვიყავით ერთ პალატაში 4 მელოგინეც კი მოგვეთავსებია და ეს მიდგომები ჩაბარდა უკვე ისტორიას და აი დღეს ახლებური მიდგომები და ვცდილობთ რომ გადავიდეთ ევროპულ სტანდარტებზე. ძალიან რთულია რასაკვირველია, მაგრამ ნუ ცდაბედის მონახევრია და ჩვენ არ ვაკლებთ ცდას. ძალიან სასიამოვნო. უნდა თქვა რა შეეხება ევროპულ სტანდარტებს, ну ეხლა რადგანაც მეც წარმოადგენენ ასე ვთქვათ სამედიცინო სფეროს დამოქმედი ექიმი გახლავართ ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციულ ჩემს კლინიკას ჩვენ იქ რეპროდუქტოლოგიაში თუ ევროპული დონე არა გაქვთ სხვანაირად ჩვენ ვერ ვიმუშავებთ რამე თუ დღეს მაგალითად ძალიან სასიამოვნო დღე მაქვს იმიტომ 51 წლის ქალის ინვიტრო პირველივე ცდაზე ინვიტრო განაყოფიერების ორსულობა ეს ძალიან კარგია ამ ზაფხულს ასეთი მესამეა 50 და 51 წლის პაციენტები მაგრამ
ისინი შემდგომ მშობიარობისთვის მოდიან თქვენთან, სხვა დაწესებულებებში და სხვა. ბუნებრივია ასეთი პაციენტები და ასეთი ახალშობილები კიდევ უფრო მეტ რუდუნებას საჭიროებენ. დღეს, სწორედ დღეს იყო რაღაცა ტომისა ერთად დაემთხვა, დღეს 50 წლის ქალბატონი, რომელსაც ზაფხულში მივიღეთ ასევე ინვიტრო თიმის ორსულობა, რა თქმა უნდა, მინდა რომ მაყურებელი შეიძლება კითხვა დაებადოს და ალბათ კითხვები იქნება ახლა, ეს ქალბატონები, რომელიც კლიმაკტერიულ პერიოდში არიან, მათ თავისი კვერცხუჯრედით ვერ ეკნებათ. ეს არის დონორის კვერცხუჯრედით გამოყენებით, მაგრამ პირველივე შედეგი, პირველივე ცდაზე შედეგი ეს ძალიან სასიამოვნო და სერიოზულია, მაგრამ დღეს ის 3 თვის 12 კვირის შემდეგ მოგეხსენებათ ჩვენი რეპროდუქტოლოგის მეთვალყურეობისგან გადის და გადაბარდება მიანის მეთვალყურეობას. სწორედ ისინი ხანდაზმული კი არა, ალბათ წყალებში შეიძლება ითქვას ძალიან საპატივცემულო პირველ მშობიარენი 50 წელს ზემოთ, ისინი საჭიროებენ თავისი აი სწორედ ისეთ სერვისებს, რომელიც თქვენ ბრძანეთ. ეს კარგია. გარდა ამისა, მე ვიცი რომ თქვენს კლინიკაში, თქვენ მოკლედ სიუჟეტში იყო სხვა ტიპის ნოვაციებიც არის. კერძოდ, აი ჩვენ სერვისებზე ვლაპარაკობთ და ვთქვათ სერვისების და ხელმისაწვდომობა და მათ შორის გარკვეული დროით. ამ პროგრამას თქვენ SOS პროგრამას უწოდებთ. თუ შეიძლება მინდა პირველ რიგში განუმართოთ ტელემაყურებელს და ვთქვათ შორის რადიო მსმენელსაც ამ პროგრამის არსი და მეორეს მხრივ ეს ნოვაცია საიდან მოდის? ეს არის ევროპული, ეს არის ჩვენს პერიოდზე და ჩვენს ყოველდღიურობაზე მორგებული და თქვენს მიერ ისე როგორც ბევრი საინტერესო რამ, ასე ვთქვათ, დანერგილი თუ როგორ არის? სანამ თქვენ პასუხს გამცემდეთ, მე მინდა ჩვენს მსმენელებს შევახსენო ჩვენი ნომერი, ეს 237 139 238 139, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, უფრო სწორად ჩვენ გახლავართ და თქვენ ზარებს დიდი სიამოვნებით დაველოდებით. თქო ბატონ დავით. ბატონ არსენ, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებულმა ანალიზმა ჩვენი შემთხვევების თქვათ, მოგახსენებათ ახლა არის გართულებები, გახსოვთ ალბათ ჩვენ ამის გარეშე რეალობა არ არსებობს. მეცნიერებას ერთად ვეუფლებოდით და მაშინ ჩვენი აწუყე გადაცვლილი მასწავლებლები, პედაგოგები გვეუბნებოდნენ, რომ გართულება აქვს იმას, ვინც მუშაობს. ცხადია და მედიცინაში ამიტომ არის რაღაც პროცენტი გართულებების და ეს პროცენტი როცა არსებობს, შენ არა გაქვს უფლება ამას გვერდი აუარო. ვერაუვლი. რეალობა, ან მაშინ უნდა დამალო და მაშინ ახლა მე მოვატიეთ ბარემ ჩავსვამ სულ 1 კვირის უკან ევროპის გინეკოლოგ ენდოსკოპისტთა ასოციაციის საერთო კონგრესიდან დავბრუნდი, რომლის პრეზიდენტიც მე გახლავართ და ლაპარაკია რომ გართულებები ზოგიერთი კლინიკები, მათ შორის ევროპულ სისტემაში ვართ ჩვენ, არ აჩვენებენ ამას. მე ევროპელებს არ ეხებათ ეს აქ იყო პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ეს ნიშნავს რომ ყველასთვის ნათელია რომ ისინი არაკეთილშობილად, არაკეთილ სინდისერად მუშაობენ და ეს თქვენი კლინიკისთვის როგორც ვიცი არ არის დამახასიათებელი და არ არის წესი. დასამალი არაფერი არ არის, ეს არ არის მოგეხსენება საიქიმო დანაშაული. ბატონო, მენელი გველოდება და ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია. ბოდიში რომ გაწყვეტ. ბატონო, ბოდიში. გისმენთ თქვენ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით კოლეგებო. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ღვაწლისათვის, რაც თქვენ და ბატონმა დავითმა გასწიეთ. რასაც ქვია მაქსპეროში. დიდი მადლობა. ეს მადლობისთვის კი შეგხადეთ. დიდი მადლობა ბატონო ჩემო. გაითიშა მსმენელი ბოდიში. მაშინ გავაგრძელებთ ჩვენ საუბარი. ბატონო არსენ, თქვენ აბსოლუტურად მართებულად ბრძანებთ. კლინიკას, რომელიც არის ორიენტირებული განვითარებაზე, რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში აზრადაც არ უნდა გაიელოს იქ ვინმეს, რომ დაიმალოს რამე. აი როცა გაკეთდა ჩვენს მიერ ეს ანალიზი, გადავწყვიტეთ, რომ შემოგვეღო ასეთი პროგრამა. ახლა მე ვერ გეტყვით ევროპულ ქვეყნებში როგორ არის, იმიტომ რომ სამწუხაროდ მე ამის ინფორმაცია ვერ მოვიპოვე და სიმართლე გითხრათ არც მიძებნია. უბრალოდ ჩემს კაბინეტში ჩვენ რამოდენიმე თანამშრომელთან ქალბატონი მაიკო მჭედლიძე, ჩემი მოადგილე ბრძანდებოდა სამკურნალო დარგში, რამოდენიმე რადგანაც იყო ასეთი ბრეინსტორმის შედეგი. დიახ. ავდექით და მოვიგონეთ ეს პროგრამა, დავარქვით პროგრამა SOS და რას გულისხმობს. ნუ მოგეხსენებათ რომ ყველაზე მთავარი ლოგინობის ხანა პირველი 40 დღე მოგეხსენებათ როგორია და ჩვენ გადავწყვეტეთ ასე რომ პირველი 40 დღის განმავლობაში თუ რამე გართულება იქნება თუ რამე ასე ვთქვათ რაღაც გართულებების შობიარობასთან დაკავშირებული
მოგმართავს ჩვენ პირველ რიგში აბსოლუტურად უფასოდ მოხდება ამ პაციენტის გამოკვლევა, დიაგნოზის დასმა და ასე განსაჯეთ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციას და მკურნალობას. ეს არის, უფასოდ ხდება ეს და მე მინდა გითხრათ, რომ აი ამ კუთხით მომართვიანობა ჩემ და საბედნიეროდ ბევრი არ არის, ცხადია, ბევრი არავინ მოათვალე და მე მინდა ისიც იცოდეთ, რომ ჩვენმა პაციენტებმა ეს ძალიან სწორად გაიგეს. ბოროტად არ სარგებლობენ ამით. ძალიან სასიამოვნო. ერთი ჩასმა მინდა გავაკეთო, უფასო, მხოლოდ ყველია ისიც სათაგურშიო მარგარიტ ტეტჩერის საუკეთესო გამოთქმა იყო. ეს საუბარი მიდის იმაზე, რომ ეს კლინიკის ხარჯზე იმსავე სერვისის პირობებში, რაც მან მშობიარობის დროს, ასე ვთქვათ, გადაიხადა და მიიღო. ხო, ამ შემთხვევაში ეს არის ალბათ კლინიკის ხარჯზე და აქ ახლა რას იზამ, როდესაც არის ასეთი საჭიროება, ჩვენ ამაზე მივდივართ. კი, ეს ვფიქრობ, ეს არის დამატებითი мотиваცია იმ ყურადღებისა, რასაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვნად ორსული თუ მელოგინე ელის ჩვენგან. რამე თუ ეხლა არავისთვის დასამალი არ არის. თუ ფიზიოლოგიურად მშობიარობს ახალგაზრდა ჯანმრთელი ქალი, მას თუ ხელს არ შეუშლი, ყველაფერი იქნება საუკეთესო. უნებრივია, ცხადია, მაგრამ ეს უკვე ევროპული მიდგომა. ხო და ეს სერვისი ძალიან მე მინდა გითხრათ, სიამაყისობით აღნიშნავთ ჩვენ ამას, რომ ბატონო დავით მსმენელს აინტერესებს შეიძლება თუ არა მისცეს თქვენი მობილური ტელეფონი ჩვენმა პროდიუსერმა. დიახ, რა თქმა უნდა, კლინიკის ტელეფონიც და მობილური ტელეფონიც მეანისათვის, მე ახლა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მეანებისათვის დაფარული ტელეფონი არ არსებობს. მეც და ბატონ დავითსაც 1997 წელს ტელეფონები პირველად რომ შემოვიდა და ნომერი ავიღე, იმის მერე ის ნომერი მოქმედია. ექიმისთვის ეს ბრენდია. უნებრივია. ცხელი ხაზი კლინიკისა იქნებ ბძანოთ ეთერში ნომერი 29 56 50 2 29 56 50 გახლავთ ცხელი ხაზი და ნებისმიერ საკითხზე მიიღებთ იქ ინფორმაციასაც და თუ საჭირო კონსულტაციასაც კი. აი მე ბატონ არსენ მინდა თქვენ ძალიან კარგ თემას შეეხეთ და აი ხა პირადად მინდა მოგილოცოთ ის დიდი წარმატება რაც აი აღნიშნეთ 51 წლის ქალზე, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, აბსოლუტურად სწორად მენიშნა. ჩვენ სარეკლამო ჭრაზე გავდივართ და მე გავაქცევთ. მადლობთ. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, გადაცემა მკურნალი, მე მისი წამყვანი ექიმი არსენ გვერიტაძე გახლავართ. ჩვენი ტელეფონებია პირდაპირ ეთერის 237 103 238 139. ველით თქვენ ზარებს. ჩვენი სტუმარი კი შეგახსენებთ ბატონი დავით კობეშავიძე გახლავთ, ასევე ექიმი კლინიცისტი, მიანგინეკოლოგი, სამშობიარო იმედის შემქმნელი, იმედი და გენერალური დირექტორი. ბატონო დავით, რეკლამის წინ თქვენ საუბრობდით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ბატონო, აი ზუსტად თქვენ ახსენეთ ეს და მე მოგილოცეთ კიდევაც ის წარმატება. მაგრამ თქვენი რუდუნება წყალში არ უნდა ჩაიყაროს, არა 51 წლის ქალს, როდესაც ამ ბედნიერებას ხო, ინვიტროთი პირველად დაორსულდა, პირველი ცხოვრებაში ორსულობა არ ქონია. მე ეს ქალბატონი მობრძანდება სამშობიარო სახლში და 3 თვის შემდეგ გადაგაბარებთ. აქ უნდა დახვდეს მას უკვე თანამედროვე დონეზე მომზადებული ექიმი. ჩვენ კლინიკაში არის ასეთი ტენდენცია, რომ უწყვეტი გადამზადება უნდა მოხდეს. ჩვენ ახლა ვაწარმოებთ პრინციპში ვარშავასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება ჩვენი სპეციალისტების გასვლის შესახებ და პრაღასთან მიმდინარეობს ჩეხეთთან ახლა ეს მოლაპარაკებები. ჩვენ გვინდა რომ გარკვეული ბრიგადები, ეს იქნება სამიანო და ნეონატოლოგიური ბრიგადები მივავლინოთ ამ ქალაქებში. ნახონ ის ნოვაციები რაც არის დანერგილი და შემდგომ ის გადმოვიტანოთ ჩვენ სამშობიაროში და ეს იქნება პერმანენტულად რამოდენიმე ბრიგადა წავა. ასევე ლატვიელებთან გქონდა ჩვენ მოლაპარაკება და უკვე 2 ბრიგადა იყო რიგაში ჩასული. თვითონ რიგელებიც იყვნენ ჩვენთან ჩამოსული და აი ეს უწყვეტი გადამზადება ერთ-ერთი ლაიტმოტივი გახლავთ ჩვენი პოლიტიკისა ექიმების მომზადების კუთხით, იმიტომ რომ ასეთი შემთხვევა უნდა დაგვირგვინდეს კეთილად, ცხადია და მას სჭირდება თანამედროვედ გადამზადებული მეანგინეკოლოგი. სამწუხაროდ მე მინდა გითხრათ და ეს ალბათ პრობლემაა დღეს. ამას ჩვენ მინდა რომ შევეხოთ მე და თქვენ ბატონო არსენ, იმიტომ რომ ჩვენ ამის შესახებ არაოფიციალურ შეხვედრებზეც გვისაუბრია მაგიდასთან, მაგიდის გარეშე საოპერაციოში
დღეს საქართველოში რატოღაც ექიმის კვალიფიკაციის მინიჭება მარტო ხდება რაღაცა ფარატინა სერტიფიკატით და მორჩა გათავდა და ასეთ ექიმს ასე განსაჯეთ ახალდამთავრებულსაც კი აქვს უფლება რომ იექიმოს, ანუ დირექტორი, დირექცია ამ შემთხვევაში ხარ აბსოლუტურად ასე ვთქვათ ხელმოცარული და ხელმოჭრილი, შებორკილი, იმიტომ რომ სახელმწიფო აძლევს იმის საშუალებას ექიმს ანიჭებს რა მას ლიცენზიას აზრდა სერტიფიკატს რომ მიექიმოს, ხო? აქ აუცილებლად უნდა იყოს კლინიკის როლით წარმოჩინებული, იცით? აი მე ყოველთვის ვამბობ რომ თუ კლინიკის დირექტორი ან კლინიკა შექმნის რაღაც გარკვეულ საბჭოს, რომელიც ასევე მისი გადაწყვეტილებით მიანიჭებს ექიმს ექიმობის უფლებას, აი ეს საბჭო უნდა იყოს ბოლომდე პასუხისმგებელი იმ ექიმის, ვთქვათ, სამედიცინო საქმიანობაზე და არა ისე რომ უცებ კურსდამთავრებული მოვიდეს და მიიღოს სერტიფიკატი და შემოდიოდეს დირექციაში და გეუბნებოდეს რომ მას ექიმობის უფლება აქვს და არა გაქვს იმის უფლება რომ აუგზავნო, ვთქვათ, თანამედროვე მეთოდები შეასწავლო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს დღეს პრობლემაა, იცით, მე არ ვიცი ხა დამეთანხმებით ამაში თუ არა, მაგრამ მე რამოდენიმეჯერ შევხედრივ ამ პრობლემას. დამდგარა ეს პრობლემა ჩემს წინაშე. მე მიმაჩნია რომ 21 საუკუნეში ლაპარაკი იმაზე რომ აი აქ თქვენ ძალიან კარგად თქვით, მეანის ტელეფონი ყველა მიცის, იმიტომ რომ ჩვენი ნომერი ბრენდია, ბუნებრივია. ვინც აქტიურ მეანობაშია და საერთოდ მე არ მესმის, მე ახალგაზრდების საყურებლად ვამბობ, თუ ხარ მედიცინაში უნდა იყო. სტატისტიკოსი მედიკი არ ვარგა, თუმცა მასაც აქვს გარკვეული დანიშნულება, მაგრამ კლინიცისტი თუ ხარ უნდა იექიმო, არა ხომ მეთანხმებით ბატონოს. ხო და აი როდესაც დგება საკითხი ასე რომ ახალგაზრდა კაცი გეუბნება რომ მას შეიძლება ქონია ესეთი აი ისტორიის გარჩევები ყოფილი რაღაც მშობი არის ყოლა რას ნიშნავს. აი როდესაც ექიმი ამბობს მე მშობი არ ვიყავს, ეს იმას ნიშნავს რომ დაადგები თავზე იმ მშობი არის თავიდან ბოლომდე თავისი გართულებებით, თავისი ყველაფერით უნდა მიიყვანო ეს პროცესი ბოლომდე. ისე რომ არ დაზარალდეს არც დედა და არც ახალშობილი. აი ეს არის თანამედროვე მიდგომა და არა ისე რომ თქვათ მარტო თქვენ აბსოლუტურად სწორი ბრძანეთ რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას საზღვარგარეთ ყოველ შემთხვევაში ესე და მე ცხადია ფიზიოლოგიურ მშობიარობას არ ჭირდება ამდენი მაპატიეთ და მართვა და ასე შემდეგ. ზედმეტი მართვა. ზედმეტი, დიახ. კი ბატონო. ну თქვენი აზრი საინტერესოა. მე გეტყვით რომ ახლა ჩვენ ევროპულ პრინციპებზე ვსაუბრობთ, ჩემთვის ცოტა მთლადნათელი ვერ არის, ალბათ მთლად კარგად ვერ გავიგე ის ნაწილი, რომ თუ მას მიანიჭა ოფიციალურმა სერტიფიცირება, ახლა თქვენ ამ შემთხვევაში როგორც დაწესებულების ხელმძღვანელს საბედნიეროდ ეს დაწესებულება თქვენია და თქვენივე საბჭო და თქვენ გადაწყვეტთ ამას, შეგიძლიათ ის ექიმი ალბათ არ მიიღოთ და ჩვენ მაგალითად როგორ ვაკეთებთ თუ ამ საკითხზე მსჯელობაა, სიმართლე გითხრათ, როდესაც მე ამ გადაცემის წამყვანობას დავთანხმდი ალბათონინცას უთხარი რომ თუ ჩემი საუბარი ანაკყოფა რამოდენიმე უახლოესი პერიოდის განმავლობაში უკეთეს ვერ გახდის და გასაგებს ამ გადაცემას მაყურებლისთვის, მაშინ მე ჩემ დროს უკეთესად კლინიცისტობაში ვიყენებ თქო. ამიტომ მე გეტყვით ჩვენს ტიპის გამოცდილებას. ანუ ჩვენი მთავარი პრინციპი, როდესაც კლინიკა ბატონ ზურაბ საბახტარაშვილთან ერთად შევქმნით, იყო არის და რჩება პროფესიონალიზმი, შრომის მოყვარეობა, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და პაციენტისადმი პირნათელი დამოკიდებულება. მაგრამ ამ ნაწილში, რომელსაც პროფესიონალიზმი ჰქვია, სრულიად გეთანხმებით, რომ ჩვენ არათუ ერჯერადად ჩემი თანამშრომლები, ჩვენივე კლინიკის ხარჯზე, მათ შორის მეც გითხარით, რომ ბრიუსელში მოხსენებით გახდით ამ კონგრესზე. ეხლა ერთი პარიზში მიდის, ორი თესალონიკში. ანუ ჩვენი მუდმივი ექსპერტთა შეხვედრები საცა არის ევროპასა თუ ამერიკაში, აუცილებლად ჩვენი ერთი ან ორი თანამშრომელი წარმოდგენილია იქ, რამე თუ ამ შემთხვევაში ეს ლაპარაკი ეს არ არის სტაჟირება, ეს არის ექსპერტული ინოვაციები, რომელიც რეპროდუქტოლოგიაში განსხვავებით მიანობისგან გეთანხმებით სრულად მუდმივად ცვალებადია და მუდმივად ამაში გაცემული მატერიალური თუ დროის ხარჯები ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს ორსულობები, რომელიც გითხარით ზაფხულიდან ვალენსიაში ჩემი ჯგუფის პირადად ჩემს მიერ ბევრი ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ვალენსიაში არის კლინიკა, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია. 55,000 ბავშვი ყავთ გაჩენილი ინვიტროთი, ახლა წარმოიდგინეთ. და
ახლა იქ როდესაც მივანვინე და ახალი ხედვები ვნახეთ, მას შემდეგ სულ სხვა გახდა ტექნოლოგიები, ისეთი ასე ვთქვათ, სახსნარები და ტექნოლოგიები შემოვიტანეთ, რომლებიც იაპონელებმა თქვეს, რომ ჩვენ ბაზარზე ჯერ არ შემოგვიტანია და თქვათ ჩვენი შეკვეთით შემოიტანეს. ასე შემდეგ, მუდმივად ვითარდებიან ადამიანები. ეხლა თქვენი კლინიკას უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ ამ შემთხვევაში და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი თქვენ ახსენეთ ახალშობილი და მე მაინც მინდა მოკლედ ამას დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ხშირად ქალის მშობიარობა კარგად მიდის ფიზიოლოგია, მაგრამ ახალშობილის მოვლისა და მიღების პრობლემაა. ალბათ აქ მე ვნახე განყოფილებები, სადაც თქვენ აქ დიდ ყურადღებას აქცევთ და იქნება ამაზე 2-3 სიტყვით უფრო კონკრეტულად. იცით როგორი სიტუაცია? მე ცოტა შორიდან დავიწყებ თქვენის ნებართვით, იმიტომ რომ ახალშობილი მარტო მშობიარობის პროდუქტი ცხადი არ არის. ეს არის ორსულობის და ასე განსაჯეთ ორსულობამდე პერიოდის პროდუქტიც, არა? აი სწორედ მოვატიეთ, აი ახლა შეკითხვა ესეთი მაყურებლის, რომ რომელი თვიდან, ანუ რა ვადიდან უნდა აიყვანოს ამ შემთხვევაში ბატონი დავითი თუ მიანი თუ სხვა. თან ალბათ ამასაც უპასუხებთ აქ. კი ბატონო. მე უბრალოდ თქვენ პირველ შეკითხვას გავცემ ჯერ პასუხს, ვაპატიეთ ბატონო, ასე რა მინდა თქვა, რომ ნებისმიერი გოგონა უნდა ემზადებოდეს იმისთვის, რომ ის დედა უნდა გახდეს. და ეს ფსიქოლოგიურად. დიახ, ეს სამზადისი არ უნდა მოიცავდეს 40 კვირას, ანუ 280 დღეს, ანუ 9-3 ანუ თვეს. ეს არ შეიძლება, რომ აი მარტო ამითი ამოიწურებ, თუმცა რასაკვირველია გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, როგორ მართავთ ორსულობამდე პერიოდს, როგორი იქნება ორსულობის მართვა, სწორედ ასეთ პროდუქტს მივიღებთ ჩვენი ახალშობილის სახით. თქვენ გულისხმობთ, რომ სანამ ის დაიბადება ორსულობის პერიოდში, მასზე დედის მიერ და ექიმის მიერ გაწეული მონიტორინგი ხარისხს განაპირობებს. ხადია ახალშობილის ჯანმრთელობის ხარისხის პირდაპირ პროპორციულია. აქ მეორე შეკითხვაც შემიძლია უპასუხო, რომ აი ეს აყვანა ცოტა ისეთი რამე, მაგრამ აი თქვა პერსონალიზებულ მონიტორინგზე უნდა მივიდნენ უკვე ჩასახვამდეც კი, აი როდესაც ოჯახი შეიქმნება, მე მახსოვს თქვენ იყავით და ეხლაც ხართ ლიდერი ამ დარგში, რომ თქვათ ოჯახის დაგეგმარების კუთხით. და მე მახსოვს, აი თქვენ მიერ იყო ეს წამოწყებული ზუსტად, მაშინ ჩვენ ახალი კურსდამთავრებულები ვიყავით, ახალ ვიდგავდით ფეხბურთელები. ხო, ჩემთვის ეს გამოგიტყდებით, მაშინ სულ გაუგებარი ხილი იყო და მახსოვს რომ შენ ახლა მოგათხე რომ ამბობ. ხო, მაგალ კაცბარიცო და მაშინ, მაგრამ აი ეხლა ეს ძალიან აქტუალურია, ხო? ამიტომ მე მიმაჩნია, რომ წვილი, როცა დაქორწინდება, ან ქორწინებამდე, ან ქორწინების შემდეგ უკვე უნდა სწორად და დროულად დაგეგმოს ხარისი ორსულობა. ცხადია, თუ მაგალითად დააგვიანდა მოსვლა და დაფეხმძიმდა, რაღაც ელოდება ახლა. აი როგორ შეიძლება მიანთა მიბძანდე მე-40 კვირაზე და ამას ერქვას ასე ვთქვათ აყვანილი ექიმი. რანაირად შეიძლება ეს? აი მე არ მესმის და რატო არ მესმის გეტყვით? რა არის ამ აყვანილი ექიმის ფუნქცია გამაგებიეთ? რომ დაადგეს მშობიარეს და მარტო ვთქვათ ხელი არ შეუსვას, როგორც თქვენ ძალეთ ფიზიოლოგიურ მშობიარობას. ეს ასაკროლ მე ამისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და აკი თუ ახლა ჩვენ გვისმენენ, ჩემზე ბჭყალებში განაწყენებული პაციენტები არიან ისინი, ვინც შემოდიან მე-40 კვირაზე და მე ძალიან დელიკატურად ვეუბნები, რომ აი ეს დევიზი, რაც თქვენს კლინიკაშია, ცხადია, აი ეს ჩვენ კლინიკაშიც არის კეთილსინდისიერი უნდა იყოს პირველ რიგში ექიმი და არ უნდა იყოს მარტო რაღაცებზე გათვლა ხდებით ალბათ, რასაც ვამბობ და კეთილსინდისიერი როცა ხარ ადამიანი, ეუბნები, რომ შენი ფუნქცია აქ ნულია. შესაბამისად აი ახალშობილს რაც შეეხება, მე მინდა გითხრათ, რომ სტატისტიკურად ჩვენთან თქვათ, დიდი გართულებებით დაბადებული ახალშობილები ეს არ არის ფოკუსური რთული ორსული, ეს ჩვეულებრივი სტატისტიკა. ჩვეულებრივი სტატისტიკა. მე მინდა გითხრათ, რომ აი მიმდინარე წელს ახლა მე 9 თვის მონაცემებს მოგახსენებთ, საშუალოდ ჩვენთან არის 300 ახალშობილი იბადება თვეში. ესე იგი დაახლოებით დაბადებული არის 2500-2700 ახალშობილი. აქედან სულ თქვათ კვალიფიციურ და შემდგომ სპეციალიზებულ ეტაპზე გადაყვანილი გვყავს 100-მდე ბავშვი. ლეტალური გამოსავალი სამშობიარო სახლში არ დაფიქსირებულა. ლეტალური გამოსავალი ერთ შემთხვევაში იყო უпроსტურად, ანუ ახალშობილის სიკვდილიანობა და ეს ძალიან სამწუხაროა, იქ დამატებით გამოწვეული მიზეზები იყო და აი შემიძლია გითხრათ. ზოგადად თუ მკითხავთ, მე გეტყვით, რომ სიამაყის გზნობით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ხანებში რაც ორსულთა პატრონაჟი უფრო გაძლიერდა
სახელმწიფო დაფინანსება წამოვიდა, ორსულები უფრო ხშირად მომართავენ ქალთა კონსულტაციებს. უფრო თავისუფალნი არიან შესაბამისად, ახალშობილთა ვთქვათ, ასე ვთქვათ, პრობლემებმა უკანა პლანზე გადავიდა. ჩემთანაც კლინიკაში და ზოგადად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია. მე აქ ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ. ერთ-ერთი ვიზიტის დროს ბოსტონის IVF კლინიკაში პირადად პროფესორმა წამყვანმა საუბარში მითხრა, რომ იციო არსენო, დაახლოებით 5 წელიწადშიო, მის მერე უკვე გავიდა დაახლოებით 10 თვე, შარშან ნოემბერში იყვეს. რეპროდუქტოლოგიაში ამ შემთხვევაში მე გულისხმობ ბავშვების ჩასახვის ნაწილს და ინვიტრო სრული გადატრიალება მოხდებაო და რას ნიშნავს ეს? PGD-ს ანუ პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკის ფართოდ დანერგვით, ის არის დღეს, მაგრამ საქართველოს ჯერ არ არის, მაგრამ სხვაგან არსებობს, ფართოდ დანერგვაზეა საუბარი, შესაძლებლობა იქმნება პრაქტიკულად ესე ცოტა უტრირებით რომ გავაკეთო, რა ფერის, თვალის, თმის, სიმაღლისა თუ ხასიათის გენით მინდა შევარჩიო წინასწარ ნაყოფი და მათ შორის ასევე შედეგიანობა ინვიტრო თუ სხვა და ხარისხოვნება რაც მთავარია თაობების. ანუ სრულიად სხვა ხარისხის ეს მომავლისაო ვიღაცა იტყვის, მაგრამ ჩემთვისაც კი მომავლის იყო და სადღაც შორს იყო, როდესაც სინჯარის ბავშვებზე ვლაპარაკობდი, მე 50 წლის ქალის ორსულობა და სხვა. ეს ისეთ სწრაფად ვითარდება, რომ ეს საკვირველი არ ხდება და ძალიან დიდი სიამოვნებით დავეთანხმები იმ აზრს, რომ როდესაც ორსული, განსაკუთრებით როდესაც მას სახელმწიფო მხარდაჭერას აძლევს და აქვე ალბათ მე დიდი რამბების მომღერალი არ გახლავართ, ყველა მიცნობს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რაც სოციალურ პროგრამებში, მათ შორის ოპერაციის თუ სხვა სახის დაფინანსებები გაუჩნდათ, მნიშვნელოვნად შეძლეს ადამიანებმა თავიანთი ჯანმრთელობის უკეთესი მონიტორინგი და მათ შორის ორსულებმა და ასე ვთქვათ, ახალშობილის, როგორც თქვენ ამბობთ, უკეთესობაც ალბათ ამის სტატისტიკა. ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რაც არის და ამას თქვენ დამეთანხმებით როგორც კლინიცისტი, ხელმისაწვდომობა. ეს ერთი და მეორე სწორი პოლიტიკა და სწორი გათვლა. ამას არ ჭირდება დიდი პოლიტიკოსობა, ამას უბრალოდ გათვლა უნდა, რომ ერის მომავალი არის მის გამრავლებაში, ხო, ბუნებრივია. ხო, ალბათ და ინტელექტუალურ გავრცობაში. ინტელექტი არ იქნება თუ ადამიანი არ იქნება. ამიტომ ცხადია, რომ შობადობა უნდა გაიზარდოს. ამას წინათ ბატონი დიმიტრი ამბობდა ხუნდაძე, რომ 6 რეგიონში მინუსი გვაქვს ჩვენ თურმე ხა წავიკითხე კიდევაც ეს და ეს კატასტროფაა და იქნება აი ამ რეგიონებშიც გამოსულდეს ახლა შობადობა. მე აი თავშიც აღვნიშნე და ეხლაც ვამბობ. აი ამ პოლიტიკის შედეგად ძალიან მოიმატა შობადობა. ძალიან კარგი. ჩვენთან ეხლა დღეღამეში საშუალოდ არის 12-დან 15 მშობიარი. ეს ალბათ ბატონო დავით, მე ეხლა რამდენადაც ამ საქმეში მეტნაკლებად შეხედული ვარ. ოფიციალური სტატისტიკა, თქვათ, გარკვეული რაღაცა განსაკუთრებული მატების არ არის, მაგრამ ის რომ თქვენ სამშობიაროში მოიმატა, ეს ალბათ თქვენი და თქვენი კოლექტივის დამსახურებაა. ხო, იმიტომ რომ ახლა ასეთი სისწრაფით მანდვე დიმიტრი ახსენეთ თქვენ და მე დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიიდან მოვიტან და ვიტყვი რომ საქართველოს რაში და ევროპულ ქვეყნებს შობადობის მაჩვენებლებით ნამდვილად დიდი ხანია ჰგავს და უტოლდება. აქ 2-მდეც არ არის 1.2-1.5 არის კვლავწარმოება და საერთოდ ეს ევროპის პრობლემაა გადაბერება მოგეხსენებათ, ხო? ამდენად მე როგორც ადამიანი და ექიმი ჩემი აზრით თუ მნიშვნელოვანია გეტყვით რომ ვფიქრობ რომ ვერც ერთი შეძახილით გამრავლება ასე მნიშვნელოვნად ვერ მოხდება. გაცილებით მნიშვნელოვანია ხარისხოვანი იყოს ის ნაყოფი, რომელსაც ვიღებთ და მას შეეძლოს შემდგომში ხარისხოვანი მისცეს, რამე თუ არა სიმრავლე, არამედ ხარისხი განაპირობებს წინსვლას ყველა საქმესაც, მათ შორის ქვეყნისაც ასე მგონია. ახლა შეკითხვა აქვთ ასეთი თქვენთან პროდიუსერი მაცნობებს, VIP განყოფილებაში რა თანხებია საჭირო და აქედან რას აფინანსებს თქვათ პროგრამული და რას არა? VIP განყოფილებაში ჩვეულებრივად სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, საკეისრო კვეთა ფინანსდება 800 ლარით, მშობიარობა ფიზიოლოგიური 500 ლარით, შესაბამისად მშობიარობის თანხა არის 1280 ლარი VIP განყოფილებაში, ხოლო საკეისრო კვეთა 1500 ლარი. ამაში აბსოლუტურად ყველა ხარჯი შედის, ეს იქნება თქვენ როგორც ექიმის აყვანა, გაუტკივარების პერსონალიზება დავარქვათ. ხო,
ამათთვის გასაგებენაზე პაციენტებისთვის დიახ, აბსოლუტურად ყველაფერი შედის და ისაც თქვენ აღნიშნეთ მეუღლის ჩაიც კი შედის. სერვისი აკეთება ჩვენ ვიცით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მოთხოვნადი განყოფილებაა და სულ რაღაც ერთი კვირაა ჩვენ გავიხსენეთ და ამ წუთში 21 თქვენ დაბადების დღეს 21 სექტემბერს დიახ და აი ბრუავე პალატა დღესდღეობით უკვე დაკავებულია. მოთხოვნადია. ეს ორ რამეს მიუთითებს ჩემთვის. პირველი რომ თქვენი აი ის პატივისცემა პაციენტისადმი და ყურადღება კეთილად ფასდება და მეორე ის რომ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი და მენტალური მზაობაც უკეთესი სერვისისაკენ მაღალი ხდება. და ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამე თუ მე ჩემ პაციენტებს ასე ვეუბნები, მეც თქვენი არ იყოს ერთი ხნისა ვართ 51 წლის ასაკიდან მეთქი მე ასე უყურებ. რაც არ მინდა რომ მე რომ ვიჯდე მანდ პაციენტის სკამზე მე გამიკეთონ, მე იმას თქვენ არ შემოგთავაზებთ და ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია პატიოსნად და პროფესიონალურად, არა მხოლოდ პატიოსნად, არამედ პროფესიონალურად პატიოსნად მოგეპყროთ რამე თუ დღეს ჩვენ და ჩვენი თაობის ასეთი თქვათ უკაცრავად, მაგრამ წარმატებული ადამიანები ყოველდღიური ლუკმაპურისთვის არ შრომობენ. ისინი უფრო ყოველ შემთხვევაში მე ასე უყურებ ამას, უფრო მეტისთვის რამეთი უკეთესი გავხადოთ როგორმე დედამიწის ის ნაწილი თუ საზოგადოების ის ნაწილი ვისთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და რა შეიძლება იყოს უკეთესი თუ არა იმას ვისაც აქვს პრობლემა დაეხმარო სამედიცინო ხერხით შვილის გაჩენაში, უბრალოდ ჩასახვაში, შემდგომ თქვენ გაჩენაში და ასევე გაჩენასთან დაკავშირებულ სასიამოვნო მოგონებებში. იმ თქვენ პერსონალურ კარგ განყოფილებაში, VIP განყოფილებაში, როდესაც მეუღლესთან ერთად არის, როდესაც არ სჭირდებათ ზედმეტი ყოველდღიური დატვირთულობა. ეს ხომ სასიამოვნოა, ეს ხომ მას კომფორტს უქმნის და შემდგომი მშობიარობისთვის დადებითად განაცხადებს. ბუნებრივია და ბატონო არზე თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ. ჩვენ კურაციას რო გავდიოდით მეანობაში, ეს იყო მაყურებლებს მაინც უთხრათ 1980 წინა საუკუნეში. დიახ, წინა საუკუნეში და მაშინ გახსოვთ ალბათ თითო პალატაში 11 ხალი იწვა. დიახ. მე-9 დღეს წერდნენ და ასე მენტალობა აბსოლუტურად გეთახმებით შეიცვალა. მე მინდა გითხრათ და დავანგრიო ყველანაირი მითი და ყველანაირი მოსაზრება, რომ ჩვენი მომავალი დედიკოები საკმაოდ განათლებულები არიან. ინტერნეტის ეპოქაა, ნუ დაგვავისწრებთ და საკმაოდ განათლებული არიან ყოველ შემთხვევაში მეანობაში. მე მაგალითად მქონია ესეთ შემთხვევა, რომ მშობიარობის ბიომექანიზმი ჩვეულებრივად გაგვიხილავს მე და ჩემ პაციენტს. მშობიარობის დროს. ხოლოდ სასიამოვნოა, მან იმისი გართულების ის რაც შეიძლება სტუდენტობის დროს ცოტა ბუნდობა და არა მარტო ჩვენ შეიძლება დღეს ბევრისთვისაც მთლათნათელი არ არის და ეს მომზადება, ეს ინტელექტი მასაც ეხმარება და ჩვენც რომ მან როდესაც ეს წაიკითხა შესაძლო შედეგები, მაგრამ შესაძლო გართულებები, შესაძლო მიმდინარეობები თუ სიმპტომები, ის უკეთესად აგიხსნის თავის არს და მეორეს მხრივ მან კარგად იცის რომ დაშვებულია მთელ სოფლიოში ევროპისა თუ ამერიკის სტატისტიკით 3, 5, 7% რაღაცაში მან იცის რომ ეს არ არის ციდან მოვლენილი რამ და ამდენად ჩვენ ამ შემთხვევაში ვმუშაობთ ერთად და უკეთესი შედეგისათვის პაციენტთან და არა იმას ასახსნელად რომ გინდა თუ არა ჩემო ბატონო აი ასე უნდა იყოს და რატომ არ არის და ასე შემდეგ. ეს უკვე ნაკლებად გვჭირდება დღეს ჩვენ. ახლა ჩვენ ბატონო დავით მადლობა ძირითადი გულითადი საუბრისათვის. მეორეს მხრივ გეტყვით რომ დაახლოებით 1 წუთით დაგვრჩა და მინდა რომ თქვენ რაც გნებავთ ბრძანოთ და ცხელი ხაზიც გაიმეოროთ კლინიკისა და მე პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ ბატონო არსენ თქვენ ამ გადაცემის პროდიუსერს მთლიანად არხს ესეთი გულისხმიერებისათვის და გითხრათ ის რომ არის თბილისში ერთი სამშობიარო სახლი იმედის კლინიკა რომელიც შექმნილი არის სიყვარულისთვის, რომელიც შექმნილი არის ოჯახური პრინციპით, მე აბსოლუტურად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენთან ამშობიაროები შეამჩნევდნენ იმას, რომ ასევე თქვენი ოჯახის წევრები და თქვენი ვაჟები, ექიმები მუშაობენ დიდი წარმატებით, მე ვიცი. არის ოჯახური პრინციპი და სწორედ გვინდა გავამართლოთ ის სახელი, რომელ სახელის მატარებლობით ჩვენ იმედი გვინდა ხალხს მივცეთ იმისა, რომ იქნებათ უსაფრთხო დედობა. მე მინდა ყველა ჩვენ პაციენტს მოვეფერო უსურო უსაფრთხო დედობა, ჯანმრთელობა და შევახსენოთ ცხელი ხაზი.
2-29-56-50 აი ამ ხაზზე, ამ ნომერზე შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ნახვამდის. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.